საქართველოში დოლარის ავტორიზებული ფონდი უახლოეს 2-3 კვირიან პერიოდში გაიხსნება ეროვნული ბანკისგან შესაბამისი ლიცენზია ფორსაითმა უკვე მიიღო. კომპანიაში აცხადებენ, რომ ფონდმა მინიმალური შენეტანი $1000 უკვე განახორციელა. მიმდინარე ანგარიშზე განთავსებული თანხის საპროცენტო განაკვეთი კი 3.9% ფარგლებში. საქართველოში ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს განახორციელოს საჯარო შეთავაზება და ჰყავდეს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი. ქვეყანაში ამ დროისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ლარის ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი ოპერირებს. ხელოვნური ინტელექტი, 5G ტექნოლოგიები, ციფრული სერვისები და ჭკვიანი ქალაქები ეს ის მიმართულებებია, რომლებშიც საქართველო და უზბეკეთი თანამშრომლობას გააძლიერებენ. მხარეებს შორის შეთანხმება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაციფრულების, ინოვაციებისა და ფოსტის სფეროებს მოიცავს. გაფორმებული დოკუმენტი კი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, ითვალისწინებს ფართოზოლოვანი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მონაცემთა დამუშავების ცენტრებისა და ღრუბლოვანი სერვისების განვითარების ხელშეწყობას. ასევე ევროპა-აზიის დაკავშირებადობის გასაძლიერებლად ციფრული ტრაფიკის გაცვლის გაფართოებას. თანამშრომლობა ასევე მოიცავს ტელემედიცინის, ელექტრონული ხელმოწერისა და ციფრული იდენტიფიკაციის სისტემების განვითარებას, ციფრული ტექნოლოგიების განათლების სფეროში თანამშრომლობას. სტუმარ მასპინძლობის სექტორისთვის ჯავშნის ახალი სისტემა დაინერგა. ინიციატივის ავტორები და სასტუმრო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯავშნის ინოვაციური პლატფორმა ხელს შეუწყობს სტუმარ მასპინძლობის სფეროს ციფრულ ტრანსფორმაციას და მომხმარებლისთვის გაამარტივებს სასტუმროების ჯავშნის პროცესს. პირველ ეტაპზე ჯავშნის ციფრული პლატფორმა ქართულ ბაზარზეა გათვლილი, თუმცა სამომავლოდ მისი საერთაშორისო გაფართოება იგეგმება. საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი გაიზარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ივნისში ქვეყნიდან 17,500 სული ცხვარი გავიდა ექსპორტზე, რომლის საერთო ღირებულება $2 მილიონი მეტია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული ცხვრის რაოდენობა 5.5-ჯერ, ექსპორტის ღირებულება კი 6.8-ჯერ გაიზარდა. ამასთან ერთი სულის საშუალო საექსპორტო ფასი $120 იყო, რაც წინა წლის ივნისთან შედარებით 24%-ით მეტია. ივნისში საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ძირითადი საექსპორტო ბაზრები აზერბაიჯანი, ერაყი, ქუვეითი და ყატარი იყო. სუნელების მწარმოებელი კომპანია ხომლი ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. კომპანია ამ ეტაპზე 70-მდე სახეობის სუნელს აწარმოებს, მათ შორისაა როგორც კლასიკური სუნელები, ისე სხვადასხვა მიქსი, მათ შორის ქათმისა და ფარშის საკმაზე, ასევე თევზის სანელებელი. კომპანია უახლოეს მომავალში მომხმარებლებს ფერად მარილებს შესთავაზებს და მასში მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტები იქნება გამოყენებული. ხომლი პოზიციონირებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე გადის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში, ასევე ამერიკაში, ისრაელსა და ჩეხეთში. წინ კიდევ ბევრი ფერადი და გემრიელი ამბები გველოდება. ხომლი მალე შემოგთავაზებს ფერადი მარილების სერიას, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებით იქნება შეფერილი. სწორედ ამიტომ მარილების ბრენდს დავარქვით ფერილი, რაც პირდაპირ ნიშნავს ფერად მარილებს. ბათუმში შექმნილი ყავის ბრენდი ესკალა გაფართოებას გეგმავს. კომპანია მომხმარებლებს პროფესიონალური აპარატით, ბარისტებით მიერ მომზადებულ ყავას, სხვადასხვა სახეობის ყავის მარცვლებსა და მათი დაბქვის სერვისს თავაზობს. ბრენდი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მომხმარებლებს კარგად ორგანიზებული take-away მომსახურება შესთავაზა. პირველი ობიექტის გახსნის შემდეგ ქსელი ეტაპობრივად გაფართოვდა და დღეს ესკალას ბათუმის 4 სხვადასხვა უბანში აღმოაჩენთ. სამი მათგანი ყავის მაღაზია, ხოლო მეოთხე ფილიალი სამზარეულოსაც აერთიანებს. კომპანიის სამომავლო გეგმებში ბრენდის გაფართოება და ქვეყნის მასშტაბით გაძლიერება. კომპანია ახალი ფილიალის გახსნას თბილისშიც გეგმავს.